გამარჯობათ მეგობრებო. დღეს მინდა ჩავწერო ვიდეო როგორ მოვახდინოთ მანქანის ფარების პოლირება სახლში ჩვენი ძალებით. სხვადასხვა ზომის შკურკის და პოლირების სითხის დახმარებით. როგორც ხედავთ ამ მანქანაზე ჩემგან მარცხენა ფარი უკვე პოლირებულია, ხოლო მარჯვენა ჩემგან არ არის ჯერ პოლირებული. ეხლა ახლოდანაც ვნახოთ. აი ეს შედეგი მივიღე. ჩემი ანარეკლიც ჩაშიგნით. და შევეცდებით იგივე შედეგიც ვიღოთ ამ ფარზე. ეს ფარი გაცილებით ბევრად უკეთეს მდგომარეობაშია თქვენ წარმოიდგინეთ, ვიდრე ის ფარი იყო, რომელიც უკვე გასუფთავებული მაქვს და პოლირება გაკეთებული მაქვს. მაგრამ გავაკეთებ ყველაფერი ზუსტად ისე, როგორც გავაკეთე წინა შემთხვევაში. როგორც გითხარით, დღეს ჩვენ გამოვიყენებთ შკურკის დახმარებით პოლირების მეთოდს, თუმცა არის ორთქლის პოლირებაც, ის ალბათ გაცილებით უფრო ადვილია, თუმცა ესეც არ არის ძნელი. მე როცა მივაგენი საყიდლად ასეთი ორთქლის აპარატს, უკვე პოლირების კრემი ნაყიდი მქონდა, ამიტომ გადავწყვიტე ჯერ ასე გავაკეთო და ეს პოლირება მუდმივი არ არის მაინც. დაახლოებით წელიწად ნახევარში 10 თვეში გააჩნია მანქანას მზეზე რამდენხანს უწევს ყოფნა და როგორ გზებზე უწევს სიარული, კენჭები, მტვერი, კაწრავს თუ არ კაწრავს რამდენად, იქიდან გამომდინარე ადრე ხან გვიან მოუწევს, მაგრამ ყველა ვარიანტში ერთჯერადად პოლირება, არავინ არ იფიქროს, რომ ეს სამუდამოდ რჩება. ამიტომ მომდევნო პოლირების დროს, როცა ჩემ მანქანას მოუწევს ფარების ისევ გასუფთავება, შევეცდები რომ უკვე მქონდეს პოლირების ორთქლით პოლირების აპარატი და გადავიღებ იმ შემთხვევაში, როგორ კეთდება ორთქლით ეს საქმე. ეხლა გამზადებული მაქვს შკურკები, სხვადასხვა ზომით იწყებენ. ზოგმა შეიძლება 400-იანი შკურკით დაიწყოს, ვინც არ იცის და ვერ ერკვევა შკურკებში, რაც უფრო დაბალია ნომერი შკურკის, მით უფრო უხეშია და მით უფრო კაწრავს. რაც უფრო მაღალია შკურკის ნომერი, მით უფრო წმინდა და სუფთა არის. ამიტომ ვიწყებთ შედარებით უხეში შკურკით და ნელ-ნელა გადავდივართ უფრო წმინდა შკურკებზე. მე ვიწყებ 800-იანი შკურკით. 800-იანი შკურკით გადავდივარ 1000-იანზე, მერე 1500-იანზე, საერთოდ გვაქვს 1500-იანი, შეიძლება 1000-იანიდან 1200-იანზე გადახვიდე, მერე 1500-იანზე, მაგრამ ესეც საკმაოდ საკმარისი ნორმალური ნახტომი დარჩა 1000-იანიდან 1500-ზე გადასვლა და შემდეგ მე ვამთავრებ 2000-იანით. არის საუბარი რომ 2200-იანი, 2500-იანით შეიძლება დაამთავრო, 3000-იანით, მაგრამ მე 3000-იანი მაგალითად ვერ ვნახე და 2500-იანი არც მიძებნია. 2000-იანით დამთავრებულმაც საკმაოდ კარგი შედეგი მომცა. პირველ რიგში სანამ მუშაობას დავიწყებთ, აუცილებლად უნდა ჩამოვბალოთ ზედაპირი და დავასუფთავოთ ჩვარით, ეს უკვე გაკეთებული მაქვს, რომ ტალახი და მტვერი არ იყოს ფარზე, რადგან ზედმეტად დამატებით კიდე არ დავკაწროთ გაშკურკვის დროს. ვიყენებ სიტყვას რუსულ შკურკას, ამისთვის დიდი ბოდიში, იმიტომ კი არა რომ რუსული ენა არ მიყვარს, ძალიან მიყვარს რუსული პოეზია და ლიტერატურა, მაგრამ ქართველმა ქართველად, რუსულმა რუსულად, გერმანულმა გერმანულად უნდა ისაუბროს. მაგრამ შკურკის შესატყვისი სიტყვა ქართულად ამ შემთხვევაში ვერ გავიხსენე და მოვიფიქრე, ამიტომ გამოვიყენებ ამ სიტყვას ასე ბოდიშის მოხდა. ხო, შემდეგ ეტაპზე აუცილებლად გარშემო
უნდა დავსკოჩოთ ფართო სკოჩით და თუ შევიძენთ სქელს, თუ აი მე ძალიან თხელი სკოჩის მიდვა მომიწია და წინა ფართს ვაკეთებდი, შპურკა დამეკრა შემთხვევით და ძალიან ადვილად გაიხდა. თუ კი კრილო, აი კიდე მეორე რუსულსა გამოვიყენე, ამპერი დასამუშავებელი არ არის მომავალში. შეიძლება დავკაცხოთ და დავაკუჭოთ და უკვე დასამუშავებელი და დასაკეთებელი გავხატოთ. რა თქმა უნდა, ეს სკოჩი ესერად არა არის სადავრი სიტყვა რუსული და ქართულად ისმის. ერთი სიტყვით ისე უნდა გავაკეთოთ, რომ ფარიც არ მივაყოლოთ, რომ ფარი მაქსიმალურად ფარიც არ არის ფარი არ დაგჩეს პოლირების გარეშე და პლუს ამპერი როგორ გავაკუჭოთ და დავკაცოთ წინ. აქ რახან ახილი გვაქვს, ამიტომ აღარ დავხსოვთ. ეხლა თუ მოდნავ გაეკატრება, არის ეგ არა. არის ზედაპირი აუცილებლად უნდა დავასრულოთ ჩვეულებრივი სულ დაწყებით შეგვიძლია დავასრულოთ, მაგრამ მე დავასრულებ სპეციალური ანთანის არის თაფით, მაგ საშუალება და ემევა. შეგიძლიათ ისიც, მაგრამ შპურკის დროს აუცილებლად სამხრეთში უნდა გიჭიროთ წყალი, აუცილებლად შპურკის პროცესში არ უნდა ვასველოთ ფარი, რომ აფხიკი ტყვერით ჩაიღწოს და მშრალზე არ უცვათ შპურკა. დავაჭრეთ რა შეიძლება მაქსიმალურად, რა თქმა უნდა. თან თაფი იმიტომ აქვს, რომ აი ფერი შეიცვალა, თაფმა აღარ არის თეთრი ქათქაფა და ამიტომ ხდების თან და იმედი გვეძლევა, რომ ნამდვილად იღებს ჩვენი ვაზის შპურკა ნაგავს ფარში ჩამდგას. როგორც ხედავთ, დაიწყო.
არის 100-იანი. მივიღოთ 100-იანი. ის ფიქრობ, რომ ამას ამოცილება აქვს, ალბათ, მე რამდენი მანქანა არის ამას რო აკეთებს, რომ მიცნობს ასე არის ის არა, ის არ მიცნობს ის ფიქრებს, მინდა გითხრათ, რომ ცხოვრებაში პირველად ვაკეთებ. ცოტა ხელი გაგეღლება, იმიტომ რომ ასე აი ეყოფა. არა, ყველა გაშუქის. ყველა შუქის გამოწვლის, შეიძლება შეისწავლო ამდენი დაშვება და ასრულებს. ხოლმე ბუთში წალი გამიშთავდა, გავავსებ მოვამ და გავგზელებ 1500-იან. აი მეც მოვედი. დავიწყე. ხო გადავიდეთ 2000-იანზე. ეს გაშკუპა შეიძლება პოლირების აპარატით. შკურკის დასაბნელი იმას. მრგვალები გამოჭრილი შკურკები იყიდება. მაღაზიებში, შესაბამის მაღაზიებში. საერთოდ იმყავს და მიამნი ჩუკი გაქვს. ეგეთი პოლირების აპარატი თქვა და აი ეს და დავიწყოთ ჩვენამის პოლირებას მე პოლირებას გავაკეთებ. აპარატი პოლირების აპარატი ახალ მაგიდება. მე შეგიძლიათ ხუთთა ჩვარი ან გუბკა, უკეთესია გუბკა, ახალი ნაკედი გუბკა, რომელიც დანამტვერი არ არის, რა თქმა უნდა, დამტვერილი არ არის. სუფთა კატკატა გუბკაზე დაიტანთ პოლირების კრემს, პოლირების კრემები არის სხვადასხვანაირი. სხვადასხვა მოთხრებშია, მაგას არ აქვს მნიშვნელობა, თავარია რომ პოლირებისთვის იყოს განკუთვნილი. და სხვა რამისთვის არა. ეხლა ჩვენ ამას გავამშრალებთ, იმიტომ პოლირება გაკეთდეს შავ ზედაპირზე და ასლი დაახლოებით 5 წუთს, რომ აერმაც მოაშროს და სინესტი მაინც არ დარჩეს. ეს ჩვარი, ნებისმიერი ჩვარი, ბოლომდე ვერ აიღებს სინესტის მაინც. ხო, და იმას ვამბობდი, რომ ჩვეულებრივი ღრუბლით გუბკას ვეჭდით რუსულად. იმიტომ ზოგიერთ პოლირების კრემს მოყვება კიდეც იმაში რა ქვია, ნაკრებში მოყვება. და იმით ხელით აი ესე მოგაშება ეს გუბკაზე წავსვამ გინდა ფარზე პირდაპირ პოლირების კრემს და ხელით დაამუშავებთ, თავიდან დაამოძრავებთ, რომ კარგად შეეზილოს, ის რომ შეეზილება კარგად, მერე კიდე წავსვამ და მერე უკვე ჩქარა დაიწყებს პოლირებას. მაგ რეჟიმებს ახლა მე პოლირების აპარატებს გავაკეთებ, ჯერ ჩერნილა ვატრიალებ, მერე სტაბად. ანუ კრემს უსვამთ 2 ჯერ, პოლირების კრემს, მინიმუმ 2 ჯერ.